საღამშვიდობის ჩემო კარგებო, ყველა საბა როგორ ახართ? დღეს მოკლედ 21 დეკემბერია და მეოთხე ადვენტი დადგა გერმანიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მეოთხე სანთელი უნდა ავანთოთ ჩვენი ადვენტის გვირგვინზე, რომელსაც ახლა ვეგაჩვენებთ. ჯერ დავიწყოთ პირველი სანთლიდან, ეს იყო პირველი. ეს გახლდათ მეორე სანთელი. აი ეს მეორე, ეს მესამე და ესეც ჩვენი მეოთხე სანთელი. უკანა ფონზე ანაბელი თამაშობს, ასე რომ ხმები თუ მოგესმათ, ნუ გაგიკვირდებათ. ჩემი ხელით დამზადებული ხელნაკეთი ადვენტის გვირგვინი, რომელიც უკვე მესამე წელია მაქვს. აუცილებლად დავამზადეთ, რადგან ღირს ყველა ვარიანტში ხელნაკეთი გვირგვინის დამზადება, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ სადღაც ეს გვირგვინი ალბათ, არ ვიცი, 40 ევრომდე დამიჯდა ამ ყველაფრის შეძენა, 30-მდე ყველა ვარიანტში, ნუ აღარ მახსოვს. აუცილებლად ღირს, რადგან უკვე მესამე წელია, რაც მოვიხმარდა. აღარ მჭირდება გვირგვინის ყიდვა. ნახეთ რა ლამაზია. მოდით აი ეს სანთელიც ავანთოთ. ეგრეთ წოდებული ჩაის სანთელი. ნახეთ რა ლამაზია. ესეც ძალიან ზამთრის პეიზაჟით არის დატვირთული. და ეს ჩემი ადვენტის გვირგვინი. მოკლედ გილოცავთ ყველას, ვინც ევროპაში ცხოვრობს, დღეს მეოთხე ადვენტის დადგომას და სულ მალე სამ დღეში შობის ღამე ცთენდება. ძალიან მიყვარს ჩემი გვირგვინი. და ყოველ წელს სანთლების ფერს ვცვლი ხოლმე. ეს არის ჩვენი მეოთხე სანთელი, რომელიც დღეს სულ პირველად დავანთე, როგორც შეხედეთ. ძალიან მიხარია. და ჩვენი საღამოს გეგმები დღეს ასე გამოიყურება, როგორც ხედავთ, უკვე დაღამებულია. ეხლა მე, ანდრეასი და ანაბელი მივდივართ სუშის საჭმელად. რა თქმა უნდა, ანაბელს მანამდე ვაჭამეთ, რადგან მისთვის სუში არ შეიძლება, ჯერ პატარაა. ძალიან დიდი ხანია მინდოდა უკვე, რომ წავსულიყავით სუშის საჭმელად და როგორც იქნა, მოკლედ დადგა ეს დღეც და ეხლა მივდივართ და მინდა რომ თქვენც თან წამოხვიდეთ. აბა წავედით. ანაბელ, კაია მეტროში. მოვედით სუში რესტორანში და ეხლა გვინდა რომ იქ შევიდეთ, ანაბელს დაეძინა. მოვედით ჩემო კარგებო სუში ბარში, სუში რესტორანში, აი იქ მეორე მხარეს, ქუჩის მეორე მხარეს უნდა გადავიდეთ და მოვედით. მოკლედ ძალიან ბევრი ხალხია და იმედი მაქვს რომ გადაღება შევუძლებთ. შემოვედით მოკლედ სუში რესტორანში და ეხლა უნდა შევუკვეთოთ. კარგია რომ ანაბელს ფერეცინა. აი აქ წევს ანაბელი და ძინავს. ნახეთ რა გემრიელი მენიუ აქვს. სუშის მენიუ. ჩემი სასმელი უკვე მოიტანეს. კოლში. პოსტ. მოკლედ ველოდებით ჩემო კარგებო ჩვენ შეკვეთას და ეხლა მოვიდა. როცა უფრო ისე ეხატა და რომ მოგვიტანეს, უფრო პატარა პორცია ჩანს, რატო არ ვიცი, ეხლა გაჩვენებ. აი ეს იყო ანდრეასის შეკვეთილი სუში, მაკი ბოქსი და ეს არის ჩემი. გემრიელად მირთვით.
შემოკარგებო ახლა მორჩი სუშის მირთმევას და რა ვიცი, რო გითხათ ახლა ვაუ იყო თქო მოგატყუილებთ, ძალიან ჩვეულებრივი. ალბათ აქ მეორედ არც მოვალთ, იმიტომ რომ ჯერ ძალიან პატარა ის არის, რა ქვია, ძალიან პატარა სუშის რესტორანია და ძალიან აღფრთოვანებული, იმდენად არ დავრჩით. ნუ ცუდი არ იყო, ცუდს ვერ ვეტყვი, მაგრამ ჩვენს სხვა მოლოდინები გქონდა აქ რომ მოვდიოდით. ანაბელს ისე ვძინავს თავის ეტლში და ახლა უკვე გადავიხდით და მივდივართ. ახლა ანდრეასი გადაიხდის და წავალთ ნელა-ნელა გავუყვებით სახლის გზას, უკვე 10-20 წუთია და ანაბელისთვის უკვე საკმაოდ გვიანია. მოკლედ ცოტა ისეთი იმედგაცრუებულებით დავრჩით რო არ დაგიმალოთ. ცუდი არ იყო, მაგრამ აღფრთოვანებული და ვაუს ვერ ვეტყოდი. აბა დროებით და სახლში რომ მივალთ, დაგემშვიდობებით კიდე აუცილებლად. 2 წუთი ჩაგერთვებით სახლიდანაც, სახლს რომ მიუახლოვდებით. მოკლედ შემოკარგებო ასეთი იმედგაცრუებულები ჯერ არ ყოფილვართ. ძალიან დიდი მოლოდინები გქონდა რომ მივდიოდით სუშის რესტორანში და ძალიან მაგრად გამოიყურება ყველაფერი და რაღაცა და შევედით ძალიან პატარა ოთახი იყო, სადაც ეს რესტორანი იყო გახსნილი, ჯერ ბავშვის ეტლით გაგვიჭირდა შესვლა. მოკლედ ძალიან პატარა რესტორანი იყო და შევუკვეთეთ მენიუ, სუშის მენიუ, მე მაკის მენიუ შევუკვეთე და ანდრეასმა ლაქსით ორაგულით რა, არ ვიცი რა ერქვა იმ მენიუს და რევე სუპერმარკეტში რომ ახალ დამზადებულ, იქვე სუშის რო ამზადებენ და ანდრეას რომ მოაქვს ხოლმე და ვყიდულობთ, ის ბევრად გემრიელი იყო, ვიდრე აქ აი ამ სუშის რესტორანში რო ეხლა სუში მივირთვით. იმედები გაგვიცრუდა. რო გითხათ, ეხლა ძალიან ცუდი არ იყო, მაგრამ აი ჩვენ მოლოდინებს, რაც მოლოდინი გქონდა, აი ეს მოლოდინი გაგვიცრუდა, რატომღაც, მოდი ასე ვთქვათ. ეხლა სახლში მივდივართ და ანაბელს გაეღვიზა იქ, რა თქმა უნდა, ქურთუკში ჩაცმული ეტლში იწვა და ძალიან სითბო იყო შიგნით, გარეთ ცივა და მოკლედ ეხზე გავხადეთ, რომ ძალიან არ დაცხოდა. და მოკლედ ახლა სახლში მივდივართ. ეს წუთია შემოკარგებო, რაც სახლში შემოვედით. ანაბელმა გაიღვიძა, ახლა არცე გავუკეთე, დავალევინე და მოკლედ მალე დაიძინებს კიდეც. მოკლედ როგორც გითხარით შემოკარგებო, ისევ იმას გავიმეორებ, რომ დღევანდელი სუში რესტორნით აღფრთოვანებულები არ დავრჩით, ნუ ჩვეულებრივი იყო, არაფერი განსაკუთრებული. უფრო მეც მოველოდი და მოლოდინები გქონდა, მაგრამ სამწუხაროდ გაგვიცრუდა იმედები. ნუ არა უშავს მეორედ აი ამ სუში რესტორანში ნამდვილად არ წავალთ. დღეს აქ მინდა დაგემშვიდობოთ, საკმაოდ დავიღალე. ახლა ანაბელს უნდა მიუწვე, თორე ისე ჩემს გარეში არ დაიძინებს. ყველანი ძალიან მიყვარხართ და იმედია ისევ მალე დაგიბრუნდებით ახალი ვიდეოთი და თუ ვერ გამოჩდი, ნუ გაგიკვირდებათ ხოლმე, ნუ ბავშვის გამო ვერ ვახერხებ ამ ყველაფერს. მალე ამათი შობა დგება, სულ რაღაც 3 დღეში უკვე ჰაილი ავენდია გერმანიაში, ანუ წმინდა ღამე, როცა შობა თენდება 24-ში როგორც იცით და იმედია მალე დაგიბრუნდებით. მოკლედ ყველას მინდა აქ დაგემშვიდობოთ და მშვიდობიანი საღამო გისურვოთ. ყველანი ძალიან მიყვარხართ. თქვენი მაკადროებით მომდევნო შეხვედრას.